რა თქმა უნდა, დღეს ყველას ძალიან კარგად ესმის, რომ შეიძლება ითქვას, უახლოეს მომავალში წყდება ძალიან გრძელვადიანად, სად იქნება ჩვენი ქვეყანა, იმიტომ რომ ის, რაც დღეს საქართველოში ხდება, ჩვენ აქ თავარი ჩვენი სასაუბრო თემა, ეს არის პოლიტპატიმრების თემა და ქვეყანაში გაუქმებული დემოკრატიული პროცესი, რომელიც უნდა აღდგეს და ეს შეიძლება მოხდეს სწორედ იმ გზით, რომ ქვეყანაში უნდა შეიცვალოს ხელისუფლება, ახალი საპარლამენტო არჩევნების გზით და რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ხელი შეუწყოს დღეს ქართველ ხალხს საკუთარი თავისუფლების დაცვაში, ეს არის ჩვენი მთავარი სასაუბრო თემა და ყველას კარგად ესმის, რომ აბსოლუტურად, როგორ გითხრა, ახალი რეალობა არის საქართველოში, სადაც საბჭოთა კავშირის დროსები არ ყოფილა ამდენი ადამიანი დატყვევებული პოლიტიკური ნიშნით. ჩემთვის დამაიმედებელია ის, რომ ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან ობიექტური, ასე ვთქვათ, შეფასებები არსებობს დღეს. ჩვენთვის დამაიმედებელია ის, რომ ძალიან დიდ მხარდაჭერას ვხედავთ ორპარტიულ მხარდაჭერას საქართველოს დემოკრატიის გადასარჩენად და ცხადია ჩვენი ამოცანა არის, რომ რაც შეიძლება სწრაფად და ასე ვთქვათ დაიძრას და დასრულდეს შეიძლება ითქვას ეს დაძრულია, მაგრამ საბოლოო ფაზა უკვე მეგობარი აქტის მიღების რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ეს და ასევე ახალმა ადმინისტრაციამ სწრაფად ჩასვას საქართველოს დემოკრატიის გადარჩენა, პოლიტპატიმრების გათავისუფლება საკუთარ დღის წესრიგში უფრო, ასე ვთქვათ, წინ გადმოწიოს პრიორიტეტებში. ეს არის ის ამოცანა, მიზნითაც და რა ამოცანითაც ჩვენ ხვდებით ვაშინგტონში შესაბამის წარმომადგენლებს, როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების. მე ერთი რამ მინდა გითხრათ, რომ ასევე ვხედავთ ჩვენ საკმაოდ როგორ არის შეცვლილი ჩვენთვის და თავისუფლების მოყვარე ყველა ადამიანისთვის დღეს მსოფლიოში დამოკიდებულება როგორ არის შეცვლილი ამერიკის შეერთებულ შტატებში რუსეთ-უკრაინის ომს რაც შეეხება ჩვენ აქ ვართ სწორედ იმ დღეებში, როდესაც შეიძლება ითქვას, რომ კიდევ უფრო გაძლიერდა ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა უკრაინისთვის და ცხადია, რომ ის რაც საქართველოში დღეს ხდება, არის მათ შორის განხილული იმ ფართო კონტექსტში, რაც რეგიონში არსებობს და ეს ჩვენ გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ ბევრად უფრო სწრაფად მოხდება პრიორიტეტის მინიჭება საქართველოსთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გატარებული პოლიტიკის ვიდრე ეს იყო მოსალოდნელი თუნდაც რამდენიმე კვირის წინ. ასე რომ ჩვენ ვართ იმედიანად, ვხედავთ, რომ ქართულ ხალხს ყავს ძალიან ბევრი მეგობარი ვაშინგტონში და მე ველოდები, რომ ჩვენ გვექნება ძალიან კონკრეტული მხარდაჭერის, ასე ვთქვათ, აქტებს ვიხილავთ ქართული ხალხის ბრძოლაში თავისუფლებისთვის უახლოეს კვირებში და თვეებში. სალომე, მე რა თქმა უნდა ძალიან საინტერესოა ასევე მეგობარი აქტთან დაკავშირებით რა მოლოდინებია, ამაზე მინდა მოვისმინო რა თქმა უნდა თქვენგან ინფორმაცია და შემდეგ უკვე გადავიდეთ იმაზე, რაც დღეს არის ალბათ ერთ-ერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი მთავარი თემა, თქვენი საკითხები მით უმეტეს ძალიან კარგად იცით, გულისხმობ ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების საკითხს. მე აღარ დავსვავ კითხვას, მეგობარი აქტზე რამდენიმე წინადადებით თუ გაქვთ რაიმე სათქმელი და შემდეგ უკვე შევაფასოთ ის, რა საფრთხის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს ქვეყანა, რისი და ვისი ბრალია ეს და რა მოლოდინი გაქვთ და არ ვიცი მოისმინეთ თუ არა სხვათა შორის კომენტარები დღეს ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ქართული ოცნების გააკეთა კომენტარი ამ თემასთან დაკავშირებით. საკმაოდ ორაზროვანი, მე ყოველ შემთხვევაში ასე გავიგე, თუ რამის შეცვლა შესაძლებელი იქნება, ამას განვიხილავთ, რა კანონებზე იყო საუბარი, მაგრამ აი თქვენ რა მოლოდინი გაქვთ, რა იქნება ივანიშვილის შემდგომი ნაბიჯები, აი 31 აგვისტომდე და რა არის რეალურად მისი მიზანი თქვენი აზრით? პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ როგორც ევროპაში სრული პოლიტიკური კონსენსუსი არის ყველა პოლიტიკურ ძალას შორის ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერის და ქართული ხალხის ევროპული მომავლის მხარდასაჭერად, ასევე არის ვაშინგტონში სრული ორპარტიული მხარდაჭერა აქვს მათ შორის მეგობარ აქტს და ზოგადად ქართული ხალხის დემოკრატიულ მომავალს, ამიტომ
მხოლოდ პროცედურული საკითხები არის, ვფიქრობ, საბოლოოდ აქტის მიღება და ეს ჩვენთვის დამაიმედებელია. რაც შეეხება ევროკავშირის გადაწყვეტილებას. მე მინდა რომ პირველ რიგში ვთქვა, რომ რა თქმა უნდა, ეს იქნება ძალიან სამწუხარო, რომ ქართველმა ხალხმა გადაიხადოს ის ფასი, რაც დაგვიჯდება ჩვენ უვიზო რეჟიმის შეჩერება მართლა თუ მოხდა. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების საქციელის შედეგად, იმიტომ რომ მე მინდა ერთი რამე ვთქვა, რომ უვიზო რეჟიმის მოპოვება საქართველოსთვის ემყარებოდა საქართველოს მხრიდან მთელი რიგი ვალდებულებების შესრულებას, რაც აჩვენებდა, რომ ჩვენ ვიყავით ასე ვთქვათ, თანხმედრაში ევროპულ ღირებულებებთან, მათ შორის დემოკრატიის, ადამიანის უფლებების დაცვის, ანტიკორუფციული, ასე ვთქვათ, რაღაც ყოველ შემთხვევაში სურვილი მაინც იყო პოლიტიკური, რომ კორუფციასთან უფრო ეფექტიანი ბრძოლა გამართულიყო. ამ ხელისუფლებამ ისეთი ნაბიჯები გადადგა გასული 2 წლის მანძილზე, რომელმაც პირდაპირ განაცხადა უარი ყველა იმ ღირებულებებზე, რაც ჩვენ უნდა გვაერთიანებდეს ევროკავშირთან და ცხადია, რომ ეს საკითხი სწორედ ამიტომ დადგა დღის წესრიგში. ახლა მე მინდა რომ ყველა დღის წესრიგში და თქვენ რა მოლოდინი გაქვთ, რომ რეალურად ეს ასე იქნება? აი, რა მოლოდინი გაქვთ? შეცვლის ქცევას ბიძინა ივანიშვილი როგორ ფიქრობ? მე მაგალითად გარდაუვლად მიმაჩნია და მგონია, რომ ივანიშვილი არაფრის შეცვლას არ აპირებს და მართლაც დადგება ის სამწუხარო დღე, როცა უვიზო მიმოსვლა შეჩერდება, მაგრამ თქვენ როგორ ფიქრობთ? მე არ გამოვრიცხავ, რომ შეეცადოს ეს ხელისუფლება, რომ რაც არის მოთხოვნები ევროკავშირის რაღაცა ნაწილზე მოაჩვენოს თავის საზოგადოებას, რომ თითქოს აპირებს რამის შეცვლას, რაღაცა ნაწილი ევროკავშირის მოთხოვნების დააიგნოროს კი არა პირიქით შემოატრიალოს, ასე ვთქვათ, რუსული პროპაგანდის გასაჩაღებლად ქვეყანაში, მაგრამ საქართველოს ყველა მოქალაქეს რა პოლიტიკური, ასე ვთქვათ, შეხედულებაც არ უნდა ქონდეს, უნდა ესმოდეს, რომ როდესაც ქვეყანას ყავს პოლიტპატიმრები, როდესაც ქვეყანაში დემოკრატია აღარ არსებობს და გათელეს ფეხქვეშ ყველა ადამიანის უფლებები, ეს არის მიზეზი იმის, რომ ევროპა დღეს უწევს ამაზე მსჯელობა. და ის, რასაც ჩვენ დავკარგავთ პოტენციურად, მე ეგ არანაირი სურვილი არ მაქვს, რომ ეს რეალობა, ასე ვთქვათ, შედგეს, იმიტომ რომ ეს საზოგადოებას უხადის იმხელა დარტყმას, აქ მარტო საუბარი მოგზაურობაზე არ არის. აი, რას დავკარგავთ? ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. თქვენ თავად შეეხეთ, მე ისედაც ვაპირებდი, რა თქმა უნდა, იმისთვის, რომ მოქალაქეებმა იცოდნენ, წესით უნდა იცოდნენ ახსნის გარეშეც, მაგრამ აი მაინც კიდევ ერთხელ რომ ვუთხრათ, რეალურად რას დაკარგავს საქართველო, რა დრო დასჭირდება მერე ამ ყველაფრის აღდგენას, ესეც ძალიან საინტერესოა, აღდგენადია თუ არა, საერთოდ შემდეგ უკვე და რა შემთხვევაში მოხდება ეს? აი, თავარი არის რას დაკარგავენ საქართველოს მოქალაქეები. მე შემიძლია გითხრათ, რომ უვიზო მიმოსვლა, მარტო უვიზო მიმოსვლა და მოგზაურობა არ არის. უვიზო მიმოსვლის შემდეგ საქართველოს მოქალაქეებმა მიიღეს მათ შორის ისეთი მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, რასაც ქვია სამუშაო მობილობა, ანუ ჩვენ მოქალაქეებს მიეცათ გარკვეული დროით ლეგალურად დასაქმების შესაძლებლობა ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში და სახელმწიფოებში და ძალიან ბევრი ადამიანი არის, ვინც სარგებლობს თუნდაც ამ მუშაობის უფლებით, აღარ ვსაუბრობ სამედიცინო საჭიროებებზე, სწავლაზე და ასე შემდეგ. უვიზო მიმოსვლის შეჩერება ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი, რაც ამასთან მოყვება, ყველა სიკეთე, ეს ყველაფერი ჩვენ დაგვეკარგება და ეს რომ მოხდეს, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ წლები შეიძლება დასჭირდეს, იმიტომ რომ უვიზო მიმოსვლის მოსაპოვებლად ჩვენ დავიწყეთ მუშაობა 2006 წელს და ეს უფლება მოვიპოვდეთ 11 წლიანი მცდელობის შრომის შედეგად. აი ამდენი წლის, ასე ვთქვათ, მიზანდასახული პოლიტიკა გახდა საჭირო იმისთვის, რომ ჩვენ ეს ყველაფერი მოგვეპოვებინა საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის. და აი ჩვენ რომ მოხდეს ესეთი რამ და შეჩერდეს უვიზო მიმოსვლა, არავის არ უნდა ეგონოს, რომ ეს სწრაფად შეიძლება დავიბრუნოთ. მე არ ვიცი რა პერიოდი დასჭირდება ამის აღდგენას, მაგრამ ეს არ იქნება მარტივი მიღწევა და სწორედ ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენ არ დავკარგოთ ეს მონაპოვარი, იმიტომ რომ
ევროკავშირთან გაწევრიანების პროცესი რო შეჩერებულია, გასაგებია, ჩვენ მოლაპარაკებები ვერ გაგვიხსნეს და არც გაგვიხსნიან კიდევ დიდხანს და ფაქტიურად ფორმალურად დღეს ქვია კანდიდატის ქვეყანა და უბრალოდ ფორმალურად არ აუქმებენ ჯერ კიდე ამას, მაგრამ უვიზო მიმოსვლის, მობილურობის, ამ შესაძლებლობების დაკარგვას მე შეიძლება წლები დასჭირდეს ამის აღდგენას. მე აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ მაგალითად შეგვიჩერონ თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან, იმიტომ რომ თუ ვინმე დებს ინვესტიციას დღეს საქართველოში, ჯერ ერთი ისედაც არავინ არ დებს, მაგრამ პოტენციურად ვინმეს თუ აინტერესებს. სწორედ ეს არის საინტერესო, რომ ჩვენ ვართ ევროპის ეკონომიკურ სივრცეში, ასე ვთქვათ, ინტეგრირების შანსი აქვს ხო ჩვენს ქვეყანას, იმიტომ რომ ვართ თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს ევროკავშირთან და კანდიდატი ქვეყანა ვარ და ვის რაში სჭირდება ევროკავშირისგან იზოლირებულ საქართველოში ისედაც არავინ არ დებს ფულს და ვინც აპირებდა ისიც გადაიფიქრა. გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე რაც ჩვენი მეზობელი ქვეყნების ინტეგრაცია ევროპისკენ და ანტირუსული პოლიტიკა აშკარად საქართველოს საკითხს ძალიან დაბლაწევს და მით ამაში ეს იზოლაციის ხელშეწყობა იქნება ცხადია სავალალო ჩვენთვის რასაც აკეთებს ივანიშვილი. სიღარიბის გაზრდას ეკა სიღატაკის უმუშევრობის უპერსპექტივობის გაზრდას ეს ნიშნავს მათ შორის იმასაც რომ მიგრაციაც კი ასე ვთქვათ არ ვიცი უბრალოდ ადამიანებს უკვე იმის შესაძლებლობაც აღარ ექნებათ რომ აი ვიღაც თუ ფიქრობს რომ დროებით წავა იმუშავებს და დაბრუნდება ამისი შესაძლებლობაც აღარ ექნება და ნუ თუ ვინმეს წასვლა უნდა მაშინ არ ვიცი სამუდამოდ უნდა წავიდეს და იყოს არალეგალურად იქ. სალომე მე მინდა ასევე დავაზუსტო, როდესაც თქვენ ხართ ვაშინგტონიდან გვერდთვებით პირდაპირ ეთერში, სადაც გრიგოლ გეგელიასთან ერთად იმყოფებით, ვიცი და ისაუბრეთ ამის თაობაზე, რა არის მიზანი ამ ყველაფრის, მაგრამ თქვენი ლიდერები, ორი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე არიან ციხეში, ბიძინა ივანიშვილმა პოლიტპატიმრები მოაგროვა, შეიძლება ასე ითქვას, პოლიტიკური ლიდერები ციხეში მოაგროვა და მათ შორის მამუკა და ბადრიც არიან იქ. აი ამ თემაზე თუ იყო საუბარი, როგორია მათი დამოკიდებულება პოლიტიკური პატიმრების მიმართ და კონკრეტულად თქვენი ლიდერების თაობაზე, რას ამბობენ, რა გზავნილებია იქ. რა თქმა უნდა, მე მით დავიწყე, რომ ეს არის ჩვენი შეხვედრების მთავარი თემა, პოლიტპატიმრების თემა და დემოკრატიის გაუქმება, მათ შორის მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის შემთხვევა მე შემიძლია გითხრათ, რომ არის განსაკუთრებით ასევე, ასე ვთქვათ, ყურადღების ქვეშ არა მხოლოდ პოლიტიკური კუთხით, არამედ იმ კუთხითაც, რომ ეს არიან ადამიანები, რომლებმაც მრავალი წლის მანძილზე მათ ჰქონდათ, ასე ვთქვათ, ძალიან მაღალი რეპუტაციის მქონე საქმიანი, ასე ვთქვათ, ადამიანები იყვნენ ბიზნესის სფეროში და რა თქმა უნდა, ყველას ძალიან კარგად ესმის, მათ შორის ანაკლიის სპორტის თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ეს არის ერთ-ერთი ძალიან საინტერესო თემა დღეს და აქტუალური თემა აქ, იმიტომ რომ თქვენ იცით, რომ დღევანდელი ადმინისტრაციის დღის წესრიგში ერთ-ერთი თემა რაც არის, ეს არის სწორედ ჩინეთის გავლენების შემცირება და როდესაც ანაკლიის სპორტის პროექტისთვის დაიწყო სამართლებრივი დევნა, ჩვენ ყველას გვახსოვს ამერიკული ინვესტიციების განსადევნად ანაკლიის სპორტის პროექტიდან ამაზე დაიწყო ხო წლების წინ მამუკას და ბადრის სამართლებრივი დევნა და შევიწროვება და შემდეგ ეს გაგრძელდა იმით, რომ დღეს უკვე ჩინეთის სანქცირებული შესაბამისი ასე ვთქვათ, მოთამაშეები არიან ბიძინა ივანიშვილის პარტნიორები. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა, იმიტომ რომ ყველას ესმის, რომ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე არიან დღეს, ასე ვთქვათ, სამიზნე ივანიშვილის რეჟიმის და ივანიშვილის რეჟიმის უკან დგას რუსეთის გავლენა და რუსეთის ინტერესები. ამასთან ერთად ის ინტერესები, რაც დღეს საქართველოს მმართველ რეჟიმს აკავშირებს ჩინეთთან. ამიტომ მე იმის თქმა მინდა, რომ პოლიტპატიმრების თემა და მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის თემაც რაღაცა განყენებული საკითხი კი არ არის, შეიძლება ზოგადად ყველა პოლიტპატიმრის თემა, არამედ ეს პოლიტიკური პატიმრების თემა საქართველოს მოაქცევს იმ, ასე ვთქვათ, ქვეყნების რიგში, რომელთანაც პარტნიორული ურთიერთობები დასავლეთს ვერ ექნება
და პარტნიორული ურთიერთობების გარეშე დასავლეთთან იქნება ეს ევროკავშირში გაწევრიანება თუ სტრატეგიული თანამშრომლობის აღდგენა ამერიკის შეერთებული შტატებთან, უსაფრთხოების თვალსაზრისით ამერიკის შეერთებული შტატების გვერდში დგომა ჩვენი ქვეყნისთვის. ამის გარეშე საქართველოს როგორც სახელმწიფოს არ აქვს შანსი გადარჩენის. ამიტომ მამუკას და ბადრის საქმე, ყველა სხვა პოლიტპატიმრის თემა ეს არ არის რაღაცა კერძო შემთხვევები, ეს უკავშირდება საქართველოს მომავალი სად იქნება ხვალ და ეს ესმით ძალიან კარგად ჩვენს დასავლელ პარტნიორს. და მე იმედი მაქვს, რომ ქართულ ხალხსაც ესმის დღეს რაზე არის გამოწვევა და რა თქმა უნდა ჩვენი ბრძოლის გაგრძელება ქვეყნის შიგნით არის ძალიან მნიშვნელოვანი. ერთი რამ მინდა ვთქვა, რომ ჩვენ რა თქმა უნდა მათ შორის გვესმის ის, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური ბრძოლა ქვეყანაშიც გაგრძელდეს, იქნება ეს არჩევნებში ბრძოლა, პროტესტში მონაწილეობა, ზოგადად პოლიტიკური პროცესი, რომელსაც ქმნიან პოლიტიკური აქტორები და ხალხი ერთობლივად ქვეყანაში, ეს რა თქმა უნდა არის უალტერნატივო და აი ამ ბრძოლის და გარედან ზეწოლის გაზრდის პირობებში ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ ქართველი ხალხის გამარჯვებას. მადლობა დიდი.